ლასტრის დავუთმოთ მეტი დრო ქართულ სპორტს. რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით, პარასკევია და დროა დავუთმოთ ეთერი სპორტის თემას. ძალიან საინტერესო საკითხების შესახებ ვისაუბრებთ. პირველ რიგში მიულოცოთ საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს. უბრალოდ ფანტასტიკური ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და ზუსტად ასეთივე შედეგი ჰქონდათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ლაშა ქედიშვილთან, რომელიც თავისუფალი სტილით ნაკრების მწვრთნელია, თუმცა მანამდე პირდაპირ ეთერში გვერდება მერაბ ბაძაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს ემზადება მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის. 25-ში არის ოფიციალური გახსნა, 20-დან უკვე აქტიური სამუშაოები და პროცესი დაიწყება. ვიცი რომ მზადება არის გაჩაღებული, ბოლო თქვა დეტალები ზუსტდება და პირველ რიგში ბატონო მერაბ მოგესალმებით და გვაინტერესებს რა ეტაპზეა მზადების პროცესი, ხვდებით თუ არა წესრიგში აი ამ უდიდეს სპორტულ მოვლენას. მოგესალმებით სმენელს, სამზადისი მიმდინარეობს დილიდან და ღამეს აღჭერდებით ისეთ რეჟიმში მუშაობთ, რომ გვინდა წავსდგეთ კარგად მთელი მსოფლიოს წინაშე. პირველი შეჯიბრია, ისტორიულია, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ხوارა თასი. მსოფლიო ჩემპიონატია 6 დისციპლინაში. საქართველოს მიიღებს 158 ქვეყნის 1500-ზე მეტ სპორტსმენს და მომყოლპირებს. სამზადისი ცოტა რთული სპორტია, ფარიკაობა. ძალიან ბევრი აღჭურვილობა ჭირდება, რაც მთავრობასთან ერთად შევიძინეთ და დიდი მადლობა მას ამისთვის, რომ ეს ალბათ უახლოესი 30 წელი ფარიკაობას სპორტული ინვენტარით და აღჭურვილობით არაფერი არ დაჭირდება და აღნიშნულ ბევრ ტურნირს მივიღებთ საქართველოში უკვე თამამად. ეს ტურნირი ჩატარდება, მაყურებელს მოდი უთხრათ უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ სპორტის სასახლეში და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ნაკრებისთვის, ზოგადად პრესტიჟისთვის, რომ მაყურებელი დაესწროს ამ ასპარეზობასთან, ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გასაგებია თქვენი პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს ახლა უკვე სპორტული მიმართულება, თქვენი მოლოდინი როგორია საქართველოს ნაკრებისგან? სპორტული კუთხით გუნდი ემზადება 24 კაცი, საკმაოდ ახალგაზრდული გუნდის წარდგებით. აღნიშნული ჩემპიონატი არის სენიორებში, სენიორები არის 20 წლიდან და ზემოთ. ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი 15, 16, 17, 20 წლამდელები არიან. არიან რა თქმა უნდა გამოცდილები და ტიტულოვანი სპორტსმენები, რომლებიც იასპარეზებენ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ნახავს საინტერესო ბრძოლებს და ჩემი გათვლებით 2 მედალს უნდა ველოდოთ აღნიშნულ ჩემპიონატზე 6 დისციპლინაში. ეს არის კანდიდატები სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და ხმალი გუნდი იბრძოლებს უმაღლესი სინჯის მედლერისთვის გუნდურ ჩათვლაში. სანდრო ბაზაძეზე არ შეიძლება ცალკე არ კითხოთ, მსოფლიო ფარიკაობის ნამდვილი ვარსკვლავი, იგი ლიდერი არის აღნიშნულ დისციპლინაში, არაერთხელ დაადასტურა თავისი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებულად ემზადება საშინაო კედლებში გამოსვლისთვის, როგორ ფორმაში იმყოფება და ფარიკაობას აქ ძალიან დიდი დატვირთვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ერთია სპორტული ფორმა, მეორე არის ფსიქოლოგიური მზადება. ჩვენ ეს ორივე კომპონენტი გვაინტერესებს. მე სანდროს ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც სპორტსმენს, როგორც შვილს, ის მყარად დგას, მშვიდად ემზადება, ძლიერი არის ფსიქოლოგიურად, ძალიან დიდი ტურნირები ჩაატარა წელს, პრაქტიკა გაიარა, ბოლო ტურნირს მადრიდში თუ
გადავხედავთ ის არ იყო ოპტიმალურ ფორმაში და ძალიან ადვილად დაამარცხა თავის კონკურენტები 15-მდეა ჩვენთან პაექროფა 15 ქულამდე და ყველა ბრძოლა რო გადავხედეთ 15-10 აქვს დამთავრებული ის ძალიან წინააღმდეგ ფარიკაობით მე არ ამგონია სანდრო იმ დონეზე გამოცდილია რომ მას რაიმე ხელი შეუშალოს აქ გამარჯვებაში ის იბრძოლებს მეორე ადგილი აღნიშნულ ტურნირზე აღებული აქვს მესამე ადგილი დარჩა ისტორიისთვის და კოლექციისთვის ოქროს მედალი და მე ვიცი სანდროს ხასიათი და ის შეეცდება არავის არ გაატანოს ოქროს მედალი საქართველოსთან ყველაფერს გააკეთებს რომ პირად ჩათვლაში და გუნდურ ჩათვლაში მან უმაღლესი სინჯის მედლები მოიპოვოს მე მჯერა მისი წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს კი მოუწოდებ რომ სურვილისგან გამომდინარე არ არის რთული და ეს დროს აი ამ შეხვედრებს ოლიმპიურ სასახლეში უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩვენ სპორტსმენებს მათი მხარდაჭერა ძალიან გამოადგებათ წარმატებები მადლობა გაიხარეთ მადლობა დიდი დაუბრუნდით სტუდიაში კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ უშანსოდ დაამარცხეს ყველა გუნდურ ჩათვლას გულისხმობ იმიტომ რომ ორივე სახეობაში გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ ქონდა ბერძნულ-რომაულში 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი რაც შეეხება თავისუფალი სტილით ჭიდაობას აქ ქონდა 3 ოქროს მედალი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო სტუდიაში არის ჩვენთან ლაშა კეთიშვილი რომელიც თავისუფალი სტილით ნაკრების ჭიდაობის მწვრთნელია უშუალოდ ამ პროცესების მონაწილეა და ერთ-ერთი მისი დამსახურება ერთ-ერთი სხვა ბევრ ადამიანებთან ერთად რომ ეს რეზულტატი მივიღეთ აჯობეთ ბერძნულ-რომაულს 1 მედლით და ჩვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით თქვით რომ კარგად დაწყებული საქმე მე ემოციურად აუცილებლად გადაედება ხოლმე სხვა მომდევნო გამომცვლელებს მოგეხსენებათ ბერძნულ-რომაული უფრო ადრე იწყება და ადრე სრულდება და შემდეგ უკვე საქმეში ერთვებიან ხოლმე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. აი ეს საკითხი რომ განვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ემოციური ბმა? გამარჯობათ. მოგესალმებით, მევესალმებით ჩვენ სმენელს. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, როგორც კი ჩავდივართ, მაგ დღესამთავროს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. და ხვდებით რაღაც 2-3 საათი და ისე მოხდა რომ ჩავედით უკვე ჩემპიონები იყვნენ და რაღაც ეს ატმოსფერო გადმოდის ჩვენზე და ჩვენს გვამხნევდნენ რომ მიდით ბიჭებო არაფერია შეგვიძლია და რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოგვედო ჩვენს და ჩვენს კარგ შედეგზე გავედით და ჩამოვედით ჩემპიონები. ნუ კარგი ცოტა ისეთი მოკრძალებული ნათქვამია პირადად ჩემი აზრით. მოდი სანამ აი დეტალებში გავივლით ყველას ასპარეზობას. 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. მწვრთნელები ხარ თუ არა კმაყოფილი და ხო არ ფიქრობთ რომ რესურსი შესაძლებელია რომ კიდევ იყოს ამ ნაკრებში? რა თქმა უნდა მკმაყოფილები ვართ. მწვრთნელების 3 ოქრო ცოტა არ არის. ნუ 30-40 ქვეყანა რომ მიიღებს მონაწილეობას 10 წონიდან 3 ოქროს რო წამოიღებ არის იდეალური. იქ თან ქონდა ჩვენ 3 ბრინჯაო ქონდა 1 ვერცხლი ის ვერცხლი რომელიც დავიკავეთ ფაქტიურად ოქროს შანსი იყო 6-1-დან შემთხვევით ნიკა ზანგალაძეზე საუბრობ 57 კილოგრამში 57 კილოზე დიახ 6-1 იგებდა 6-1 ვიგებდით და იქ რაღაცა არ ვიცი რა მოხდა და იქიდან შემთხვევით წააგო მაგბოშმა და დიდი პოტენციალი აქვს და იდეალურია ეს ყველაფერი, კაი შედეგი აქვს, მაყოფილები ვართ და გვინდა რომ რა ვიცი, მალე სოფლიო ჩემპიონატი მოდის ერთ თვეში და გაიმეოროთ ალბათ. გამეორება გვინდა. დავით ჭეჭელაშვილი გახდა ჩემპიონი 79 კილოგში, დაჩი პაპინაშვილი გახდა 86-ში და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდა 97-ში გამარჯვებული და მოდი დავასახელოთ ბრინჯაოს მედალოსნებით საბა ღამბაშიძე, გოგა ოთინაშვილი და ალექსანდრე აბრამიშვილი. ეს უკვე 125 კილოგრამ წონითი კატეგორია. სანამ თითოეულის შესახებ გითხავდით, მაინტერესებს
ეს შედეგი ერთ დღეში არ დგება, რა შრომა არის გაწეული აი ამ ტურნირამდე და აი ამ პროცესში თვითონ. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ერთ დღეში არ მოდის, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. კონკრეტულად წლები ეს ბავშვები ვარჯიშობენ 10-12 წელია უკვე სპორტში არიან ჩართულები, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი უკვე ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, შეირჩევა გუნდი და ეს ბოლო 2-3 თვეა ჩვენ ვამზადებთ ნაკრების თვალები, გავიარეთ შეკრებები, 3 შეკრება, ვიყავით ანტალიის ტურნირზე, გამოვედით იქაც იდეალურად და უკვე ეს მონახაზი ჩანდა, რომ ეს ბიჭები იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში და უკვე დიდ შედეგსაც ველოდებოდით. რაც გამართლა. და რაც გამართლა. კონსტანტინე პეტრიაშვილის შემთხვევაში ვიცი რომ მას კიდევ ორჯერ შეუძლია თუ არ ვცდები 20 წლამდელებში გამოსვლა და სხვა ბიჭებთან დაკავშირებით თუ არის ამის პოტენციალი, იმიტომ რომ კოტე პრინციპში 17 წლის ამიასპარეზა 20 წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე. დიახ, კონსტანტინე 17 წლის არის ჯერ და 20 წლამდე ასაკში უკვე ევროპის ჩემპიონია, ეს სასწაულია. კიდე ფაქტიურად 2 წელი იქნება ახალგაზრდა ნაკრებში. იგივე დაჩი პაპინაშვილი ჩვენ ჩემპიონი, იგივე 1 წელი კიდე აქვს დრო, მომავალ წელსაც ახალგაზრდა ნაკრებში იქნება. დავით ჭეჭელაშვილი წელს ამთავრებს ახალგაზრდა ნაკრებს. ის რა მაინტერესებს, აი ფეხბურთში ხა ლამინი ამალი, მესი და ასე უამრავი მაგალითის თუნდაც ხუჩა კვარაცხელია და ასე შემდეგ პატარა ასაკშივე თქვა დიდ ზეგავლენას ახდენენ თამაშის შედეგზე მის მიმდინარეობაზე. როცა ინდივიდუალური სპორტის სახეობებზეა საუბარი და სადაც თავარი არის იქ ტექნიკასთან ერთად ძალა, აი ეს ასაკობრივი განვითარება რამდენად რეალისტურია, რომ თქვა 16 წლის და 17 წლის ბავშვმა განსხვავება მაინტერესებს, რაში არის აი 20 წლის ბიჭი და 17 წლის ბავშვთან მიმართებაში ეს სხვაობა რა არის? სპორტში და კერძოდ ჭიდაობაში არის დიდი სხვაობა. ეხლა წარმოიდგინეთ, კონსტანტინე პეტრიაშვილი არის 17 წლის და 3 წელიწადში 20 წლის რო გახდება და იგივე ასაკში რო იქნება, როგორი განსხვავება ხდება? ანუ ძალაში, ვთქვათ, აგებულებაში, ფიზიონომიაში ხო არის ეს სხვაობა? კი, ძალიან დიდი სხვაობა, მაგრამ ეს კონსტანტინე რაღაც განსხვავებული ეს ტექნიკის და ხასიათის მოჭიდავია. ძმას ხო არ გავს შემთხვევით უფრო ძმას მაყურებელს ფენელს შევახსენებ ვინმემ თუ არ იცის კონსტანტინე პეტრიაშვილი გენო პეტრიაშვილის მსოფლიოს ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონის უმცროსი ძმაა და მისი ვიდეოები ძალიან ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა მე ვესაუბრე და თქვა რომ ქომაგობას ისევ ჭიდაობა ჯობიაო და ტრიბუნიდან ძალიან გაუჭირდა მას თქო ემოციების შეკავება ზოგადად როგორ ხდება შერჩევა ნაკრების თქვენ საქართველოს ჩემპიონატი ახსენეთ ასაკობრივ კატეგორიებში ალბათ და მაინტერესებს შერჩევის შემდეგ თქვათ როგორ იგეგმება მზადების პროცესი არის რამდენიმე ფაზიანი როგორც ვიცი დიახ ესე იგი ინიშნება საქართველოს ჩემპიონატი და მთელი საქართველოს გუნდები რაიონებიდან ვინც არიან ქუთაისი ბათუმი გორი ჩამოდის და ინიშნება ეს ჩემპიონატი და მან ჩემპიონი ვინც ხდება, ანუ წონით კატეგორიებში გულისხმობ, ის უკვე ლიდერია და მე ეს გუნდი ამ გუნდით გავდივართ შეკრებებს და იქ შეკრებებზეც ვაკვირდებით, იქ არის მეორე ადგილოსანი, მესამე ადგილოსანი, ვაკვირდებით, შეიძლება რაღაც შეცვლა მოგვიწიოს, მაგრამ ეს ახლა ისეთი გუნდი იყო, აქ შეცვლა არ მოხდა არაფერი. და ისე მიდის რომ მე მგონი არ მოხდება ჯერჯერ თუ ვინმე გადავა დიდებში ვადაზიადრი ალბათ დიახ ეგ მე დავაკვირდი და ბერძნულ რომაულში და თავისუფალში თუ არ ვცდები 4-მა გორელმა აიღო ჯამში მედალი ევროპის ჩემპიონატზე როგორც თქვენგან ასევე ბერძნულ რომაულიდან ასე რომ გორის სკოლა ძალიან ცნობილი არის ზოგადად
საჭიდაო სახეობებში. მე მაინტერესებს გორი, კაი, ცალკე თუ არ გამოყოფთ საქართველოა და ქართული გენეტიკის საკითხი მაინტერესებს აი ამ სახეობაში. არის ხო რაღაც ავთენტური სპორტის სახეობები და ჩვენ ნამდვილი მაგალითები გვაქვს წინ. თითქოს მალე ვითვისებთ და მალე ვახერხებთ რომ მწვერვალამდე მივიდეთ. ვთქვათ, რისი დამსახურება, აი გენეტიკის როლი რამდენად მნიშვნელოვანია ესეთ საკითხებში? დიახ, მაგალითად ახლა ბერძნულში არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ჩვენთან თავისუფალ ჭიდაობაში ამ ნაკრებში 7 მედლიდან 6 გორელი არის. აჰა, ფანტასტიკური. და ალექსანდრე აბრამიშვილი არის თბილისელი ერთადერთი კაცი. ეს 6 არის გორელი. გორის სკოლა რა თქმა უნდა ძლიერია, ყოველთვის ლიდერობდა საქართველოში. მაგრამ ბერძნულ რომაულზე ვთქვათ, რომ იქ უკვე აჭარა არის. იქ უკვე აჭარა ლიდერობს. და მწვრთნელები მუშაობენ ძალიან ბევრს, ჩართულები არიან და გამოსდით და რაც შეეხება გენეტიკას რა თქმა უნდა არის და მოქმედებს. აი რომ მოდის 10 წლის ბავშვი მაგალითად ის 2 თვეში უკვე თითქოს ჭიდაობა იცის, ისე ადვილად ითვისებს ამ სპორტს. აი კონკურენციაზე გითხარით, აი რამდენად დიდია კონკურენცია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კონკურენცია შემდეგ უკვე ხარისხს ხნის. კონკურენცია არის, გვაქვს კონკურენცია საქართველოში. აი მაგალითად დაჩი პაპინაშვილს ავიღებ, მას ყავდა ორი სპორტსმენი, რომელთანაც თანაბარი ორთაბრძოლები ჰქონდა და ჩვენც ვაკვირდებოდით რომელი. და დაჩიმ დაამარცხა ყველა და დაიმკვიდრა ეს პირველი ადგილი და მე უკვე მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და გახდა ევროპის ჩემპიონიც და წონებში არის კონკურენცია საქართველოში. ბევრი სპორტსმენია, ბევრი მოჭიდავია და სულ ჩართულები არიან და სულ კონკურენცია ყოველთვის არის. მოკლედ ამ ბიჭებმა მე მგონი აი გვარიანად შეაფხიზლეს დიდი ნაკრების წარმომადგენლებიც. აი თუ აი ეს პროცესი მწვრთნელებს შორის როგორ მიმდინარეობს? თუ გვაქვს კომუნიკაცია, თქვათ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს პირველი ნაკრების მწვრთნელებთან არიან მე ჭაბუკები, თუ არის რაღაც საერთო მონახაზი, თქვათ ან საერთო სტრატეგია, ან კონკრეტული აქცენტები, თქვათ რაზე მუშაობს ყველა ერთად თუ ყველა ნაკრებს აქვს თავისი სტილი, თავისი მუშაობის სპეციფიკა. როგორ რაღაცა ახლა 17 წლამდე ასაკს ცოტა სხვანაირი ვარჯიშები ჭირდება, 20 წლამდე ასაკს ცოტა სხვანაირი, დიდებს უფრო მეტი დატვირთვა აქვს და მეტი ფიზიკური მომზადება უფრო მეტი აქვს. მაგრამ რაც შეეხება ახლა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ბიჭები ყოველთვის ჩართულები არიან დიდების ნაკრებთან. ერთი ვარჯიშის პროცესში, ერთი თუ ორ ზბორს მაგალთან გადიან და ეჩვევენ უკვე დიდების ნაკრებს. და ესე, რო იტყვიან დიდებმა გაზარდონ პატარები. ჩართულები არიან იმათ ვარჯიშს აკვირდებიან და დიდების ნაკრების დის ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებს. ესე არის ჭაბუკების ჩვენთან ამოდიან, ვარჯიშობენ და ერთმანეთს დიან ესე. ძალიან კარგია. ერთი პერიოდი თითქოს ჩავარდნა ქონდა პირველ ნაკრებებს ოლიმპიადამდეს და ოლიმპიადის შემდეგ, მაგრამ აი ეს შედეგები გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. მგონია რომ ჩვენ ლოს-ანჯელესში გაცილებით უფრო მეტი მედლის მოპოვების შანსი გვექნება, იმიტომ რომ ჯერ ერთი დრო გვაქვს დარჩენილი, მერე მეორე იმ პირველ ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო მაშინ და თქვათ ის გამოცდილებაც მიიღეს. ნახოთ როგორი რეზულტატები იქნება, მაგრამ გვინდა რომ იყოს კარგი. მე მინდა წარმატება გისურვოთ, გადაგიხადოთ მადლობა, ვიცი რომ სოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებით ძალიან მალე არა, მაგრამ ამ წელს იქნება. ხო, ერთ თვეში იქნება სოფლიო ჩემპიონატი, ალბათ იქაც გუნდური პირველი ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანი. დიახ, გვაქვს ეგ მიზანი, ეხლა ერთ კვირაში უკვე ვიწყებთ შეკრებას, სოფლიო ჩემპიონატის მომზადებას და ნახოთ
როგორ წავა ეს ყველაფერი. ხო, უბრალოდ სანამ დავასრულებთ, მე მინდა გკითხოთ საჯობასთან დაკავშირებით, ეხა ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი ვერ იტყვის, თქვა, ხო, რაღაცაზე რო თქვა, ცუდი საჯობა იყო საერთო ჯამში, მაგრამ თუ არის, თქვა, განვითარება, თუ ამჩნევთ თქვენ, იმიტომ რომ ჭიდაობა სულ მუდმივად საკამათო არის მაყურებლისთვის, გულშემატკივრისთვის, თან ეხა ჩვენც არა ვართ ობიექტურები, ხო, ვინც ტელეეკრანებს უყურებთ ხოლმე და მუდმივად პირველ ნაკრებშიც, პატარებშიც, ჭაბუკებშიც, ოცლამდელებში სულ არის ეს დავა და კამათი. არის თუ არა თქვა ტენდენცია რომ ჭიდაობა უფრო და უფრო სამართლიანი ხდება? კი, ხდება შეჯიბრებზე რაღაც საჯობის არის ხოლმე ხანდახან ეს საჯობა არ არის კარგად, მაგრამ რაც შეეხება ამ ევროპის ჩემპიონატზე მე პირადად არ შემიჩნევი არაფერი ისეთი რომ საჯები გავამტყუნო, ყველაფერი რომ იდეალურად ჩაიარა, რაც დავა იყო, გადაწყდა ყველაფერი კარგად. კარგად, ჩვენ სასარგებლოდ თან. სასარგებლოდ, დიახ. წარმატებებს გისურვებთ, ლაშა ქედიშვილი საუბრობდა ჩვენთან ერთად, სხვადასხვა ფარიკაობაზე ვისაუბრეთ, უკვე ნელ-ნელა ვიწყებთ ამ მსოფლიოს ჩემპიონატს და მანამდე ამ უქმეებზე უკვე ასაკობრივი ხელბურთელი გოგონების ევროპის ჩემპიონატი იწყება თელავში, ასე რომ სპორტის მოყვარულები საქართველოში ნამდვილად არ მოიწყენენ, ძალიან ბევრი რამ გვაქვს სანახავი მიმდინარე თვის განმავლობაში და აქვე მიულოცოთ ქუთაისის ტორპედოს და გორის დილას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებში გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ერთი ეტაპი გარანტირებულად გავლილი გვექნება ზუსტად ერთ კვირაში ამის შესახებ გვექნება შანსი რომ ვისაუბროთ. რადიო იმედის ეთერშია სპორტის